მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებთ საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. ეს არის გადაცემა პირისპირ. მე მქვია გელა პეტრიაშვილი და ჩვენ ვიწყებთ. შემოგვიერთდით. დღევანდელ ჩვენს გადაცემაში ვისაუბრებთ სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ მედიაზე. თუ რა მდგომარეობაში არიან დღეს ისინი. ამ თემებზე სასაუბროთ კი ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია მედია ცენტრი კახეთისა და კახეთის ხმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ქალბატონი მაია მამულაშვილი. ქალბატონო მაია, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ პირველ რიგში, რომ გამონახეთ დრო და დაგვთანხმდით გადაცემაში მონაწილეობაზე. დიდი მადლობა მოწვევისთვის და მე ძალიან მიხარია, რომ ვარ ამ გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი. ქალბატონო მაია, 25 წელი ხდება, რაც მედია ცენტრი კახეთი და კახეთის ხმა არსებობს. 25 წლის წინ თქვენ დააარსეთ ეს ორგანიზაცია და ეს მედია. რომ შეაფასოთ, რა სიტუაცია იყო მაშინ საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციისთვის და ადგილობრივი მედიისთვის, შემდგომ წლებთან ერთად როგორ შეიცვალა ეს ყველაფერი და დღეს სად ვართ? დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის, იმიტომ რომ ფაქტობრივად მეოთხედი საუკუნეა ეს 25 წელი, რომელიც 2000 წლის დასაწყისში გავიარეთ ჩვენ ყველამ ერთად. საზოგადოებამ კახეთის რეგიონში, რომელმაც ეს საფეხურეობრივად გაიარა მთელი ეს პროცესი და მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ შეძლო, რომ ეს მეოთხედი საუკუნე ჩვენი საზოგადოების სამსახურში ყოფილიყო, როგორც მედია ორგანიზაციიდან გამომდინარე, ისევე სამოქალაქო ორგანიზაციის საქმიანობიდან გამომდინარე და ჩვენს ანგარიშზე უკვე ძალიან ბევრი სხვადასხვა ღონისძიება და აქტივობა, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ალბათ რაც ამ წლების განმავლობაში გაკეთდა, ეს არის ის, რომ სამოქალაქო საზოგადოება რეგიონში გაცილებით უფრო ჯანსაღი გახდა, უფრო მნიშვნელოვანი აქცენტები გამოკვეთა და ჩვენი საზოგადოება გაცილებით უფრო დემოკრატიული და ჯანსაღია დღეს. ქალბატონო მაია, რა მთავარი პრობლემა აქვს დღეს რეგიონულ მედიას? დღეს ძალიან გამოწვევების წინაშე დგას არა მხოლოდ მედია, არამედ მთლიანად ჩვენი საზოგადოება და უფრო შორსაც რომ წავიდეთ, მთლიანად ჩვენი ეპოქა და ჩვენი გარემო, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. და ეს ყველაფერი რასაკვირველია ძალიან დიდ გავლენას ახდენს მედიაზე, მით უმეტეს მედია, რომელსაც სჭირდება ძალიან ხელშეწყობა, იმ თვალსაზრისით, რომ მედიის დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფუნდამენტური და აუცილებელი მახასიათებელი დემოკრატიული საზოგადოების. რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც მედია არის ცოცხალი და თავისუფალი, იქ საზოგადოება აუცილებლად არის ჯანსაღი და საზოგადოება, ასე ვთქვათ, რომ შევადაროთ, საზოგადოებას ყავს ექიმი, კურნალი მედიის სახით. რამდენად დამოუკიდებელია ადგილობრივი მედია? ესეც ძალიან რთული საკითხია, იმიტომ რომ ეს დამოუკიდებლობა და მედიის თავისუფლება ძალიან ბევრი სხვადასხვა კომპონენტით იზომება და ამისთვის ბევრი ორგანიზაცია არსებობს, რომელიც ამას ზომავს, მაგრამ ერთი შეხედვით და დაკვირვებით ის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს თავისუფალი მედია, რომ ისმის განსხვავებული აზრი, უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ მედია ჯერ კიდევ არსებობს და ცოცხალია და დამოუკიდებელია. და ფინანსური რესურსების ნაკლებობა რამდენად აფერხებს მედიის საქმიანობას? ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველა საქმის კეთებას, ნებისმიერ საქმეს, რასაც აკეთებ, ძალიან მნიშვნელოვანია და სჭირდება ფინანსები. თუმცა მეორეს მხრივ ეს ფინანსები თუ არ არის დამოუკიდებელი და ჯანსაღი წყაროებიდან, მაშინ ეს მედიაც ვერ იქნება დამოუკიდებელი და ჯანსაღი. ამიტომ აი ეს ორი საკითხი, ერთი მხრივ ის, რომ გარემო იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი და მეორე რომ ფინანსები იყოს ჯანსაღი წყაროებიდან, აი ეს ორი რამე განაპირობებს მედიის თავისუფლებას. რა მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ მედიას მოსახლეობისთვის? მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ მედიას შეუძლია ადამიანებს არა მხოლოდ მიაწოდოს ინფორმაცია, არამედ მიაწოდოს მათ შთაგონება, ადგილი და ასე ვთქვათ, სივრცე დაუთმოს იდეებს. საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მობილიზაცია მოახდინოს. აი ეს არის ყველაზე უფრო დიდი ღირებულება, რაც შეიძლება ქონდეს დამოუკიდებელ მედიას და ხას გაუსავ ადგილობრივ და რეგიონულ მედიას, რომელმაც ის საკითხები უნდა წამოწიოს წინა პლანზე, რომელიც არის ჩვენი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი.
როგორ შეაფასებდით აი ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და პროფესიული თავისუფლების მდგომარეობას დღეს? ძალიან როგორც აღნიშნე, გამოწვევები არის ძალიან დიდი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვიმყოფებით ძალიან რთულ გარემოში, ასე ვთქვათ, სამეზობლოში ძალიან ბევრი კონფლიქტებია და ეს რასაკვირველია ძალიან დიდ გავლენას ახდენს, მაგრამ მთავარი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სახელმწიფომ თავის პოლიტიკაში უნდა განსაზღვროს ეს პრიორიტეტი და მისთვის უნდა იყოს თავისუფალი სიტყვა და ჟურნალისტის უფლება აუცილებლად პირველ ადგილზე. თუ ეს არ მოხდება, ძალიან რთულია, რომ ჟურნალისტებმა ამ მტრულ გარემოში და აი ამ გამოწვევებით სავსე გარემოში შეასრულონ თავისი მოვალეობა და ალბათ სახელმწიფოს მოვალეობა არის ის, რომ მაქსიმალურად გააკეთოს ბევრი იმისათვის, რომ ისმოდეს თავისუფალი სიტყვა და ჟურნალისტის დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი. მედიის ნაწილი რო ჩავამთავროთ, აი ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის შესახებაც რო ვთქვათ ორი სიტყვით. კი, იცით რა არის ძალიან საწყენი და ჩემთვის როგორც მედია პროფესიონალისტვის ძალიან გულსატკენი ის, რომ ის ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო სექტორში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არიან ჩართული, იზიარებდნენ და იციან ის ღირებულებები, რაც არის თავისუფალი მედიის და დამოუკიდებელი მედიის და მას მერე, როდესაც გადადიან საჯარო სექტორში, ივიწყებენ ამას, მათთვის ეს როგორც ჩანს ღირებულება არ არსებობდა და იმიტომ ხდება ეს და შემდეგ თვითონ უზრუნველყოფენ და თვითონ ხდებიან ამ დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის შემზღუდველები, ასე ვთქვათ და აი ზეწოლა და ერთგვარი მუქარებიც კი მედიის მიმართ ეს არის ძალიან საწყენი, ძალიან არასწორი და მე ვფიქრობ და მოუწოდებ იმ საჯარო მოხელეებს, ვინც განსაკუთრებით იყვნენ წინა ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, სამოქალაქო სექტორში და დღეს არიან საჯარო სექტორში, დაფიქრდნენ, კარგად გაანალიზონ მათი საქციელი და შეასრულონ მათი მოვალეობა, იმიტომ რომ საჯარო უწყების და საჯარო მოხელის მთავარი მოვალეობა არის, რომ ემსახუროს საზოგადოებას. ისევე როგორც მედიის მოვალეობაა, რომ ემსახუროს საზოგადოებას და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ჯანსაღი და სწორი დამოკიდებულება, როგორც მედიასთან და ჟურნალისტებთან, ისევე საზოგადოებასთან. იმიტომ რომ ის პასუხისმგებელია, ხელფას იღებს იმაში, პირდაპირ ვთქვათ, რომ მოემსახუროს საზოგადოებას და არა პირიქით, რომ საზოგადოება და მედია მოიმსახუროს თვითონ. ეს ძალიან არასწორი და არაჯანსაღი მიდგომაა. ძალიან მნიშვნელოვანია მედიის როლი, თავისუფალი სიტყვის როლი ამ საზოგადოების განვითარებისთვის და ყველა არის ვალდებული, რომ ეს დაიცვას. რიგითი მოქალაქიდან დაწყებული საჯარო უწყებებით დამთავრებული. და თუ ჩვენ ამას ერთობლივად არ გავაკეთებთ, მაშინ მივიღებთ დახურულ საზოგადოებას, რომელიც პირველ რიგში იმ საზოგადოებისთვის, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, იქნება ძალიან მძიმე და ძალიან რთული. ამიტომ ყველა მოვალეობაა, რომ ხელი შეუწყოთ ერთმანეთს და ძალიან სამწუხაროა კიდევ ვიმეორებ იმ ადამიანების არაჯანსაღი დამოკიდებულება მედიის მიმართ, ჟურნალისტის თავისუფლების მიმართ, ვისაც ევალება, რომ ეს გააკეთოს და სამწუხაროდ პირიქით ხდება ხშირ შემთხვევაში. აი საჯარო უწყების წარმომადგენელი, როცა აცხადებს პრეტენზიას იმაზე, რომ მისი ნებართვის გარეშე, მისი ოფიციალური კომენტარი რატომ გავრცელდა, ეს არის არ ვიცი, მართლა დაცინვა, ხო, მედიის, იმიტომ რომ ჟურნალისტები, როდესაც წერენ პოლიტიკოსებს, შემდგომ აღარ ეკითხებიან იმ გავა თუ არა ეთერში, ხო? როდესაც ჟურნალისტი გიკავშირდება, არ გიკავშირდება მოსაკითხად, გიკავშირდება საზოგადოებრივი რაღაც იმ თემის გასაგებად, რაც ეხება საზოგადოებას, რაც უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რაც უნდა გაიგოს და შემდგომ ეს მიაწვდის. შენ თვითონ ხვდებოდა, რომ ის აუცილებლად გავა ნებისმიერი ფორმით. შეიძლება დაიწეროს, შეიძლება სატელეფონო იყოს. აი გელა მე ზუსტად მაგას ვამბობდი, როდესაც ხარ საჯარო მოხელე, გეკისრება ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. გარდა იმისა, რომ შენი საქმიანობით ხელს უნდა უწყობდე საზოგადოების განვითარებას და ეს არის შენი მოვალეობა, ხელფასი და დაქირავებული პირი ხარ, რომელსაც გიხდის საზოგადოება, ამის გარდა უნდა გაცნობიერებული გქონდეს, რომ როდესაც ჟურნალისტი მოგმართავს იმისათვის, რომ ხარ საჯარო მოხელე, მიგიწვდება ხელი კონკრეტულად იმ ინფორმაციაზე, რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია და შენ ვალდებული ხარ, რომ მიაწოდო ეს ინფორმაცია. და როდესაც პირიქით შენ ითხოვ ჟურნალისტისგან, რომ დაიქვემდებარო, რომ ესე იგი ჟურნალისტმა რაღაცები შეგითანხმოს, არ დაგისვას არასასურველი კითხვა, ამ შემთხვევაში უკვე შენ ახდენს ზეწოლას თავისუფალ მედიაზე და შენ როგორც საჯარო პირი უკვე პასუხისმგებელი ხდები. იმიტომ რომ საქართველოს კანონმდებლობა, საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ, ესე იგი, მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და ამ შეზღუდვის უფლება საჯარო მოხელეს მithumetes არავითარ შემთხვევაში არ გააჩნია. აქვე მინდა დავამატო ერთი კომენტარი იმ ერთეულების მიმართ, რომლებიც ახდენდნენ ზეწოლას, რევდნენ მესამე პირებს, იყო მუქარები, რომ კახეთის ხმა აი ამ ყველაფრის მიუხედავად არ შეასრულებს არავის დაკვეთას გარდა საზოგადოების.
განვითარებისა. ნამდვილად გეთახმები, კახეთის ხმარის თავისუფალი მედიის წარმომადგენელი, რომელიც მუშაობს იმისათვის, რომ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია და ჩვენი მედია არავითარ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული არც ერთი სხვადასხვა ანგაჟირებული პოლიტიკური ჯგუფების მიერ და მიმართ და ჩვენ ვიქნებით მხოლოდ საზოგადოების სადარაჯოზე. ალბათ ესეც არის იმის დამსახურება, რომ 25 წელი გაძელით მედიას არბიელზე, ხო? და საკმაოდ წარმატებული და ესეც არის ჩემი აზრით თავარი ასე ვთქვათ მიზეზი იმისა რომ არავის არ ვემსახურებით ვიცავთ საზოგადოების ინტერესებს და იმ სტანდარტებს რაც უნდა კონდეს თავისუფალ დამოუკიდებელ და ნამდვილ ჟურნალისტს. ნამდვილად ჩვენ დავამტკიცეთ ამ 25 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ სულ იცვლება ხო პოლიტიკა, ერთი პარტია მიდის, მეორე მოდის, რაღაცა პოლიტიკური ჯგუფები, მაგრამ მედია უნდა დარჩეს საზოგადოებისთვის, საზოგადოების სამსახურში. ეს არის მისი მთავარი მოწოდება და ჩვენ ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ზუსტად ამ ხას მივყვებით, რომ მხოლოდ ვემსახუროთ საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, სხვადასხვა ჯგუფებს, რომლითაც ინტერესი, ჯანსაღი ინტერესი არის ამ ქვეყნის გაძლიერება და განვითარება და ეს არის ჩვენი მთავარი მიმართულება. ამ 25 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პროფესიონალი მუშაობდა და მუშაობს დღემდე ჩვენს მედია ორგანიზაციაში, თუმცა როგორც გითხარით, აი ამ ახალი კანონმდებლობებიდან გამომდინარე, რაც 2024-დან დღემდე იყო მიღებული, ჩვენ ფინანსების მიღების შესაძლებლობა არ გვაქვს საერთაშორისო წყაროებიდან. შესაბამისად ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ, ვეღარ გააგრძელეს თანამშრომლობა ამ მიზეზით. აქვე მინდა ვთქვა ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც არის შენი ღირებულება და შენი მოწოდება, რომ ემსახურო საზოგადოებას, მე მგონი მარტო ფინანსები არ განსაზღვრავს ამას, ხო? განსაზღვრავს ის, რომ შენ გაქვს ენთუზიაზმი, შენ გაქვს სურვილი, უბრალოდ მოწოდება გაქვს იმისათვის, რომ შენ საზოგადოებას მოემსახურო და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და მე მინდა რომ გამოვთქვა დიდი მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, ვინც დასაწყისიდან 2002 წლიდან ემსახურებოდნენ ჩვენს მედიას, იყვნენ ერთგული თანამშრომლები, ჩართული მის საქმიანობაში და იმეც გამოვთქვამ, რომ ისეთი ახალგაზრდები, როგორიც შენ ხარ გელა მაგალითად და სხვა ახალი სახეები, რომლებიც შეავსებენ ჩვენ მედიას და მუდმივად იქნებიან საზოგადოების სამსახურში. ეხლა გადავიდეთ ქალბატონო მაია ორგანიზაციაზე, სამოქალაქო ორგანიზაციაზე, რომელიც თქვენ დაარსეთ 25 წლის წინ მოკლედ. რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგას დღეს სამოქალაქო ორგანიზაციები? ფაქტობრივად, აი ჩვენ მედია ცენტრი კახეთი ასევე წარმოადგენდა ბოლო 10 წლის განმავლობაში კახეთის რეგიონულ ჰაბს. ეს ჰაბი მოიცავდა ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მათ შორის სათემო ორგანიზაციებს, სოციალურ საწარმოებს და მინდა გითხრათ, რომ აი ჩვენ ბაზაში თითქმის 100-ზე მეტი ორგანიზაცია იყო, რომელიც ფუნქციონირებდა. და სულ რამდენიმე თვის წინანდელი მონაცემებით სამწუხაროდ აი ამ 100-ზე მეტი ორგანიზაციიდან ალბათ მაქსიმუმ 10-15 ორგანიზაცია დარჩა, რომელიც ახლა ფუნქციონირებს. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ნამდვილად, იმიტომ რომ ეს ორგანიზაციები ძალიან დიდ და პოზიტიურ გავლენას ახდენდნენ ადგილობრივ საზოგადოებაზე. ეს იყო როგორც შშმ პირთა უფლებების, ქალთა უფლებების, ახალგაზრდების მხარდაჭერის, სოფლის მეურნეობის, აი ნებისმიერ მეწარმეობის განვითარების და ბიზნესის განვითარების მიმართულებით და ეს იყო უამრავი და ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რასაც ეს ორგანიზაციები აკეთებდნენ. მათ შორის იყო ჩვენი ორგანიზაციაც და აი ბოლო გასული 2 წლის განმავლობაში ჩვენს ორგანიზაციას ყველაზე ცოტა დაახლოებით 20,000 ადამიანისთვის აქვს გარკვეული სიკეთე გაკეთებული. გულისხმობ იმას, რომ ჩვენ ვატარებდით სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს, სასწავლო პროგრამებს ახალგაზრდებისთვის, ვეხმარებოდით საჯარო სკოლებს, მეწარმე ქალებს, საზოგადოების ინფორმირებას ვახდენდით მათი საქმიანობის შესახებ. 1000-ზე მეტ ადგილობრივ მეწარმე ქალს და ახალგაზრდას მივეცით საშუალება, რომ თავისი პირველი პროდუქტები წარედგინა საზოგადოებისთვის და ფართო ჯგუფებისთვის. აი წეღან მედიაზე ვსაუბრობდით და თითქმის თვის განმავლობაში 10 მილიონზე მეტი ადამიანი კითხულობს და ნახულობს ჩვენს ინფორმაციას, რაც პატარა ორგანიზაციებისთვის არის ძალიან დიდი მიღწევა და ძალიან დიდი აუდიტორია, რომელიც ჩვენ გვყავს და ეს არის ძალიან საამაყო. ასევე მინდა ვთქვა ის, რომ
ჩვენ წლის განმავლობაში ძალიან დიდ მასშტაბურ ღონისძიებებს ვატარებდით, როგორც იყო ახალგაზრდული ფორუმები, სამოქალაქო ფორუმები, წიგნის ფესტივალები და ეს უამრავ ახალგაზრდას აძლევდა შესაძლებლობას, რომ ჩართულიყვნენ სხვადასხვა პროგრამებში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ეს ძალიან ბევრი პროგრამები იყო და ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ორგანიზაციის საშუალებით ეს ყველაფერი შევძელით. ეს იყო ერთი ეტაპი, რომელიც დასრულდა. ეხლა ვიმყოფებით იმ ეტაპზე, როდესაც ძალიან რთულია შეინარჩუნო ის არსებული, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ენთუზიაზმით, მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მედია ცენტრი კახეთის იმ თანამშრომლებს, რომლებიც მიუხედავად აი ამ რყევებისა, დღემდე ერთგულები არიან თავის ღირებულებების და ძალიან ვწუხვარ იმისათვის, რომ ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რომელიც თითქოს და აი ამ ღირებულებებს, დემოკრატიულ ღირებულებებს იზიარებდა, დღეს აღმოჩნდა სხვა მხარეს და ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ადამიანები რაღაცა ორმაგ თამაშს თამაშობენ, თითქოს ერთი მხრივ უნდაც რომ საზოგადოებას დაეხმარონ, სამოქალაქო სექტორში დარჩნენ, მაგრამ მეორე მხრივ ეს ადამიანები ემსახურებიან იმ საქმეს, რომ რაღაცნაირად, არ ვიცი, ხელი შეუწყონ ამ ორგანიზაციების გაუქმებას და ეს ძალიან რთულია და ძალიან რთულია სატანია, იმიტომ რომ ორგანიზაციები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ, როგორც გითხარით და დღემდე ასრულებენ საზოგადოების გაძლიერებისთვის. ალბათ ეს წყალიც გადაივლის, როგორც იტყვიან ხოლმე ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ ამის თქმა, ეს ყველაფერი დაალაგდება ალბათ და გამოჩნდება რეალური სახე და რეალური შედეგები, რაც ყველაზე მთავარია, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ხო ყველაფერს საზღვრავთ შედეგებით. მნიშვნელოვანია არა ის თუ რა გავაკეთეთ ჩვენ, არამედ ამ ჩვენმა გაკეთებულმა რა შედეგი მოიტანა. და როდესაც ვხედავ ახალგაზრდებს, რომლებმაც ჩვენი პროგრამების გავლის შედეგად ძალიან ბევრი ცოდნა მიიღეს, განივითარეს უნარები, ქალებს, რომელთაც მცირე ბიზნესი დაიწყეს და დღემდე მას ახორციელებენ, ეს უკვე ჩვენი მუშაობის შედეგია და ეს ძალიან გვაძლიერებს ჩვენ. დიახ. ძალიან ცუდი ტონია ვთვლი ამ ორგანიზაციებისთვის ასეთი ხელშეხება იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამდენ კარგ საქმეს აკეთებდნენ. ძალიან ფაქტობრივად ესე გამოდის, რომ შეგვეზღუდა საქმიანობა და ეს ძალიან ცუდია. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის რომ ჩვენ საზოგადოებასთან გქონდეს მუდმივი კომუნიკაცია, მუდმივად ვგრძნობდეთ მათ გულისცემას, მათ მაჯისცემას, დავეხმაროთ თუ კი რამე შეგვიძლია დახმარება, ამაში ხელს ვერავინ ვერ შეგვისვლის, დარწმუნებული ვარ და ამას ვაკეთებთ. რა გავლენას ახდენს მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური გარემო აი ამ სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობაზე? აი როგორც გითხარით, ეს არის ურთულესი გარემო, მაშინ როდესაც სამოქალაქო ორგანიზაციებს ფაქტობრივად კახეთის მაგალითი მოვიყვანე, რომ თითქმის ესე იგი 20% ორგანიზაციების დარჩა, დანარჩენი 80 გაუქმდა. და ეს 20%-იც დარჩა ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც გარკვეულ სერვისებს აწარმოებენ, ეს იქნება შეშმოპირები თუ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფები და არადა საჭიროება ძალიან დიდია. და აი ამ საჭიროებას, რომელსაც უზრუნველყოფდნენ ეს ორგანიზაციები, ძალიან გულსატკენია, რომ ეს ხალხი დარჩა ჰაერში და მათი დახმარება ჭირდებათ და ამ დახმარებისთვის ჩვენ მზად ვართ, რომ ისევ გავაგრძელოთ საქმიანობა და იმედია, რომ ამის საშუალება მოგვეცემა. დიახ და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ადგილობრივი მედია რო შევაჯამოთ და არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო ძლიერები გახდნენ. იმისათვის რომ ადგილობრივი მედია და სამოქალაქო ორგანიზაციები გახდნენ ძლიერები, ამისთვის საჭიროა რომ ჩვენი საზოგადოება იყოს უფრო მობილიზებული, უფრო ჩართული ჩვენ საქმიანობაში. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც მხარს უჭერს მედია ცენტრი კახეთის მიერ განხორციელებულ საქმიანობას, თითოეულ იმ ზარისთვის, რომელსაც ისინი გვირეკავენ, წერენ, რომ მათ კიდევ ჭირდებით, კიდევ უნდათ ჩვენი მხარდაჭერა. კახეთის ხმის მკითხველებს, რომლებიც მუდმივად არიან ჩართული ჩვენს, ასე ვთქვათ, გამოკითხვებში. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ძვირფასო ადამიანებო, იმიტომ რომ ჩვენ თქვენთვის მუშაობთ, ძალიან გვინდა რომ გავაგრძელოთ მუშაობა თქვენთვის და გვინდა რომ ერთად წავიდეთ საქართველოს ევროპისკენ და ერთად ხელჩაკიდებულმა მივაღწიოთ დემოკრატიული, განვითარებული, კეთილდღეობით ახსავსე ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარება ამ ქვეყანაში. მიყვარს ხოლმე ამის თქმა. ჩვენთვის მთავარი ხართ თქვენ. ნამდვილად ჩვენთვის მთავარი ხართ თქვენ. მადლობა გელა. მოკლედ ჩვენ დღევანდელი გადაცემა დასასრულს მივუახლოვდა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი გულწრფელი საუბრებისთვის. დიდი მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობაზე. მე კი მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით, კარგად ზანდებოდეთ.